ეუთოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ისე დატოვა, რომ რეჟიმის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე ერთი სიტყვაც კი არ თქვა. კრიტიკული მოსაზრებებით მხოლოდ ვიზიტის ბოლო დღეს მოისმინა. დაუგეგმავი შეხვედრა ოპოზიციასთან ფერიდუნ სინირლიოღლუმ ქვეყნის დატოვების წინ გამართა. ეუთო პირველ რიგში არის უსაფრთხოების შესახებ კონცენტრირებული ორგანიზაცია და ოკუპაცია არის საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპაცია არის რა თქმა უნდა უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ამაზე იყო საუბარი ასევე იმაზე რომ საქართველოში დღეს გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე რომლებიც უკანონოდ არიან და უდანაშაულო ადამიანებს რომლებიც უკანონოდ არიან დღეს საპატიმროში საუბარი იყო იმაზე რომ ეუთო ოდირის არც ერთი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა ოფიციალურად გამოქვეყნებული და გაგზავნილი დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი, არც ერთი მათგანი არ იქნა გათვალისწინებული და უფრო მეტიც მიღებული იქნა კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ეუთო ოდირის დასკვნებს. რატომ შეცვალა გეგმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ და მოულოდნელად ოპოზიციასთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო. ეუთო მიზეზს არ განმარტავს, თუმცა ეს შესაძლებლობა ოპოზიციის ნაწილმა იმისთვის გამოიყენა, რომ გენერალურ მდივანთან პოლიტიკურ კრიზისზე ელაპარაკა. კამერებთან ერთადერთი გამოჩენისას ევროპელი მაღალჩინოსანი ამ თემას არც კი შეხებია და აქცენტი მხოლოდ სტაბილურობაზე გააკეთა. კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ საერთო დემოკრატიული ძალების მოთხოვნა და ქართველი ხალხის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომლის ირგვლივაც კონსოლიდირებულია დღეს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის ახალი საპარლამენტო დემოკრატიული თავისუფალი არჩევნები, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ეუთო ოდირის რეკომენდაციების შესრულებას, რისი პირობაც ქალბატონმა ბოჭორიშვილმა დე-ფაქტო საგარეო მინისტრმა დადო, თუმცა რა თქმა უნდა, დაარღვევს, როგორც არაერთხელ დაურღვევიათ მის წინამორბედებს და ოცნების სხვა წარმომადგენლებს და ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენ განვიხილეთ მათი მდგომარეობა, მათი უკანონო პატიმრობა. იმაზე მეტი ვიდრე პოლიტიკოსებისგან მოისმინა, შეეძლო მესამე სექტორისგან გაეგო, თუმცა ვიზიტი ფერიდუნ სინირლიოღლუმ არასამთავრობოებთან შეხვედრის გარეშე დაასრულა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ეუთომ არაერთი განცხადებით გააკრიტიკა ყველა ის დრაკონული კანონი, რომელთა სამიზნეც სწორედ მესამე სექტორი და კრიტიკული მედიაა. ორგანიზაცია მკაცრად გმობს სისტემურ ძალადობასაც, რის გამოც ეუთოს 38-მა ქვეყანამ წამების შესახებ ვენის მექანიზმიც კი აამოქმედა. რეჟიმის მიერ შექმნილ კრიზისზე გენერალურ მდივანს ოცნების ყოფილი ლიდერიც ესაუბრა, თუმცა გიორგი გახარია თანაპარტიელთან ერთად ფერიდუნ სინირლიოღლუს ცალკე შეხვდა. პირველ რიგში ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების აუცილებლობაზე და მათ შორის ქალბატონი მზია ამაღლობელის მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ბუნებრივია საუბარი შეეყო არჩევნების საკითხსაც. მიპატიჟების მიუხედავად ეუთოს გენერალურ მდივანთან არ მივიდნენ კოალიცია ცვლილებისთვის წევრები. ასე მოხდა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შემთხვევაშიც. გაერთიანების არგუმენტი ამ შემთხვევაშიც იგივეა. ვიზიტი, რომელიც რეჟიმთან დიალოგზეა კონცენტრირებული და არ შეიცავს გზავნილებს მის ძალადობრივ და ანტიევროპულ პოლიტიკაზე. ივანიშვილის მთავრობის ლეგიტიმაციას ეხმარება. მნიშვნელოვანი იქნებოდა რომ თუ ჩამოდის ესეთი რანგის ადამიანი შეხვედრა პოლიტპატიმრებს შესულიყო ციხეში მოეთხოვა მაინც შეხვედრა პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს მაინც ან შეხვედრა იმ ადამიანებს რომლებიც ტეკების დასაწყისში აწამეს არაფერი ესეთი არ ხდება არც ვიცით საერთოდ რა უნდა რაღაც პრესკონფერენცია ჩაატარა და ილაპარაკა რაღაც ზოგადად უსაფრთხოების საკითხებზე და პრობლემა არის ეგ 3 წელი მუშაობდი მე ეუთოში და ვიცი შიგნიდან როგორი ორგანიზაცია სამწუხაროდ ორგანიზაცია სადაც ყველა გადაწყვეტა რომ მიიღება კონსენსუსის გზით რაც ნიშნავს რომ ყველა ქვეყანა მე მგონი ხა 57-ია უნდა შეთანხმდეს ყველაფერზე და იქ ერთ-ერთი არის რუსეთი ეს არის სერიოზული პრობლემა, ხო? ეგ არის და ეგ მეტი არაფერი თორემ პირადი წყენა კი არა მაგ კაცთან. კოალიციის განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, ცვლილებამ ეუთოს გენერალური მდივნის გეგმაში, ანუ შეხვედრამ ოპოზიციასთან, ბზარი გააჩინა ქართული ოცნების პროპაგანდაში. ოლიგარქის პარტია ვიზიტის გამოყენებას ლეგიტიმაციის გასაღებად ცდილობდა. არადასწორად ეუთო ოდირის დასკვნაა ის დოკუმენტი, რომელმაც პარტნიორებს დაუდასტურა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მიიტაცეს და რის გამოც ოცნება მზარდ საერთაშორისო იზოლაციაშია. ოპოზიცია რო შეეხება ნებისმიერ ოფიციალურ პირს, იქ საუბარი შეეხება იმას, რასაც ისინი ხმამაღლა გაზახიან ყოველდღიურად. ანუ შეიძლება რევოლუციის მოწყობა, შეიძლება პოლიციაზე თავდასხმა. იმის მტკიცებას, რომ თბილისში ჩამოსვლით ივანიშვილის რეჟიმი აღიარა, ხელს კიდევ ერთი ფაქტორი უშლის. ეს ფერიდუნ სინირლიოღლუს რეგიონული ვიზიტია, რომლის გაჩერება თბილისთან ერთად უკვე იყო ერევანი, ხვალ კი ბაქოში ჩავა.